მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. დღეს ჩვენს მიმოხილვაში ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ, იდუმალებით მოცულ ამბავში უნდა ჩავიძიროთ. როცა ერჟებეთ ბატორის იგივე სისხლიანი გრაფინის სახელს ვახსენებთ, გონებაში მაშინვე ბნელი ციხესიმაგრეების, წამებისა და სისხლიანი რიტუალების გრაფიკული, შემზარავი სურათი გვიტივტივდება. ჩვენ ზუსტად ამ ვიზუალურ მითებს უნდა შევეჭიდოთ. მოემზადეთ, რადგან რასაც ახლა გაიგებთ, შეიძლება სრულიად დაგიმსხვრიოთ ის წარმოდგენა, რაც აქამდე გქონდათ. უბრალოდ დაფიქრდით ამ რიცხვზე, 650. ლეგენდის თანახმად სწორედ ამდენი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეიწირა გრაფინიამ სულ რაღაც 6 წლის განმავლობაში. ხომ წარმოგიდგენიათ ეს რა ფანტასტიკური მასშტაბია ერთი ადამიანისთვის, თანაც ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე? და იცით რა არის ყველაზე გიჟური? ეს სურათი იმდენად ღმად არის ჩაბეჭდილი ჩვენს კულტურაში, რომ ერჟებეთ ბატორი გინესის რეკორდების წიგნშიც კია შეტანილი როგორც ისტორიაში ყველაზე მასობრივი სერიული ქალი მკვლელი. დიახ, ოფიციალურად უწერიათ 600-ზე მეტი მსხვერპლი, მაგრამ მოდით გავარკვიოთ, საერთოდ როგორ შეიქმნა ეს მითი. ლეგენდა ფაქტობრივად ჰოლივუდური საშნელებათა ფილმის სცენარს გვიხატავს, კარგად ორგანიზებულ სიკვდილის კონვეიერს. გადმოცემით, მას ჰყავდა მახინჯი კუზიანი თანამზრახველი ფიცკო, რომელიც მსხვერპლს არჩევდა, და მსახურები ილონა და დორკა. და ის ვიზუალი, რასაც ეს მითი გვთავაზობს, უბრალოდ სისხლის გამყინავია. საშინელი წამებები, ნემსები და კულმინაცია, ახალგაზრდად ქალწულების სისხლით სავსე აბაზანები მარადიული ახალგაზრდობისთვის. ამ საზარელი ვიზუალური სტილის პიკი კი არის ეწოდებულა რკინის ქალწული. თითქოს როცა უბრალო გლეხების სისხლმა შედეგი აღარ გამოიღო, მან ეს ტექნოლოგიური საოცრება შეუკვეთა. შიგნიდან წვეტებით მოპირკეთებული რკინის კონსტრუქცია, სუფთა სადიზმის სიმბოლო. მაგრამ ახლა ცოტა ხნით შევჩერდეთ. რა მოხდება თუ ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა? კი, წარმოიდგინეთ რა მოხდება თუ ეს სისხლიანი აბაზანები და რკინის ქალწულები მხოლოდ და მხოლოდ მე-17 საუკუნის შავი პიარის და მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანიის ნაწილი იყო. მოდით ობიექტურად შევხედოთ ფაქტებს და ისტორიული დეტექტივების როლი მოვირკოთ. კარგით, მოდით ამ საკითხს ჩაუღმავდეთ. იცით, საერთოდ როდის გაჩნდა პირველი ჩანაწერი სისხლის აბაზანებზე? 1729 წელს, ანუ ბატორის სიკვდილიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, უნგრელმა იეზუიტმა ბერმა ლასლო ტუროციმ დაწერა ეს იგავი, სადაც ამტკიცებდა, რომ ერჟებეთმა კათოლიკურ ეკლესიას უღალატა და ურშხულად ამიტომ იქცა. ეს სუფთა წყლის კონტრრეფორმაციული პროპაგანდა იყო. ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ ბერმა ფაქტებიც კი აურია. ერჟებეთი არასოდეს ყოფილა კათოლიკე. ის მთელი ცხოვრება კალვინისტი იყო. მკაცრად კათოლიკურ ჰაბსბურგების იმპერიაში ის თავისი რელიგიური დამოუკიდებლობის გამო მუდმივად უცხო სხეულად აღიქმებოდა, რამაც ცხადია იდეალურ სამიზნედ აქცია. გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. მედიცინა თუ დახვეწილი წამება. მოდით ვისაუბროთ მისი ცხოვრების ყველაზე არასწორად გაგებულ ნაწილზე. რეალობა სრულიად სხვა სურათს გვიხატავს. ერჟებეთის ციხესიმაგრე ფაქტობრივად 20 წლის განმავლობაში სავადმყოფოს წარმოადგენდა. მას ტრანსილვანიიდან ჩამოყვანილი ჰყავდა მთავარი მკურნალი ქალი, ანა დარვულია. ტრანსილვანიაში ქალი ექიმები ნორმა იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ უნგრელების რეაქცია. ეს მათთვის კულტურული შოკი გავხდათ. იქ ხომ მხოლოდ მამაკაცი დალაქები მკურნალობდნენ. აი ამ სლაიდზე ყველაზე საინტერესო ის არის თუ როგორი იყო ამ ყველაფრის ოპტიკა გაუნათლებელი გლეხებისთვის. მაგალითად, ინფიცირებული ფრშილის სამკურნალოდ საჭირო იყო ფრშილის ამოძრობა. ენის ქვეშ აბსცესს კვეთდნენ. ეს ხომ სტანდარტული სამედიცინო პროცედურები არა? მაგრამ წარმოიდგინეთ, რა სურათს ხედავდა გლეხი. მათთვის ეს სუფთა სადიზმი და დასახიჩრება იყო. დიახ, ეს იყო უდიდესი კულტურული აცდენა, ტრანსილვანიური მედიცინა, რომელიც იყენებდა ხელოვნურ ოფლიანობას და კონტრასტულ აბაზანებს, უნგრელი გლეხებისთვის პირდაპირ ეშმაკისეულ საქმედ და ჯადოქრობად აღიქმებოდა, რადგან ისინი დაავადებებს ძირითადად ობობების ნახარშით მკურნალობდნენ. ხვდებით ალბათ, საიდან წამოვიდა ეს შემზარავი ვიზუალური წარმოდგენები. ახლა კი გადავიდეთ შეთქმულებაზე ბატორების წინააღმდეგ. და ეს ქრონოლოგია იდეალურად გვიჩვენებს იმ სწრაფ გეოპოლიტიკურ ჯაჭვს, რამაც ის დაღუპა. 1608 წელს ტრანსილვანიის მმართველი მისი ძმისშვილი, გაბრიელ ბატორი ხდება. 1610 წელს ის იპყრობს ვლახეთს. ჰაბსბურგების იმპერატორი სრულ პანიკაშია. მას ეშინია, რომ გაბრიელი უნგრეთშიც შემოიჭრება. ერჟებეთის უზარმაზარი მიწები კი პირდაპირ ტრანსილვანიას ესაზღვრება. მიზანი ნათელია. ბატორების კლანი უნდა დასუსტდეს. და აი ჩვენი მთავარი ანტაგონისტი შემოდის სცენაზე. დიორთ ტურსო, უნგრეთის პალატინი, წარმოუდგენლად ამბიციური კაცი, რომელსაც უნდოდა რომ ტრანსილვანია მის შვილს ემართა. ამისთვის კი ერჟებეთის განადგურება და მისი ქონების მიტაცება იყო საჭირო. იმპერატორმაც გამოძიება სწორედ მას დაავალა. ვნახოთ, როგორ შეიკერა ეს საქმე და სასამართლო პროცესი. ტურზომ უბრალოდ პროპაგანდის მასტერ კლასი ჩაატარა. ჯერ იყო და ცოლის მეშვეობით დაიწყო ჭორების გავრცელება, მერე კი ნამდვილი ვიზუალური შოკი მოუწყო ხალხს, გლეხებს საჯარო დაჩვენა ორთვიანი გახრწნელი ცხედარი და გამოუცხადა, რომ ეს გრაფინიას მსხვერპლი იყო.
ამ შემზარავამ სპექტაკლმა იდეალურად იმუშავა. უცებ 300-ზე მეტმა ადამიანმა დაიწყო ჩვენების მიცემა. არადა რეალურად წამება საკუთარი თვალით არც ერთს არ ენახა. მე-17 საუკუნის სასამართლოში კი ეგრეთ წოდებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი პირდაპირ მტკიცებულებად ითვლებოდა. მაშასე, გადამწყვეტი მომენტი აქ ისა, თუ რას ეფუძნებოდა ეს ყველაფერი რეალურად. სასამართლოზე ითქვა, რომ არსებობდა რაღაც დღიური 650-ის სახელით, მაგრამ გამოიცანით რა, ეს დღიური არავის უნახავს. ფიზიკურად იპოვეს მხოლოდ 76 ცხედარი. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ადგილი 20 წლის განმავლობაში საავადმყოფო იყო და იქ ეპიდემიების დროს უამრავ მძიმე ავადმყოფს მიათრევდნენ, ეს რიცხვი სრულიად ლოგიკურია. რაც შეეხება იმ მსახურების აღიარებებს, იცით როგორ მოიპოვეს ისინი. თანამზრახველებს გახურებული მარწუხებით აგლეჯდნენ თითებს. ხომ გესმით ასეთი ბრუტალური ზეწოლის ქვეშ, ადამიანი საკუთარ დედასაც კი დააბრალებს მკვლელობას. ამის შემდეგ კი ეს ადამიანები დაუყოვნებლივ დასაჭეს სიკვდილით, დაწვეს ან თავი მოკვედეს, რათა სიმართლეს სამუდამოდ ჩაემარხათ. და აი ყველაზე ტრაგიკული დეტალი. თავად ერჯებეთს სასამართლოზე საკუთარი თავის დაცვის უფლებაც კი არ მისცეს. არანაირი სიტყვა. ის უბრალოდ გამოკეტეს საკუთარი ციხესიმაგრის ოთახში, სადაც ფანჯრები და კარები ამოქოლეს. ის 4 წლის განმავლობაში სიბნელეში იჯდა, სანამ 1614 წელს არ გარდაიცვალა. ხმა უბრალოდ ჩაუხშვეს. მოდით შევაჯამოთ და ვნახოთ, საბოლოოდ რა სურათი მივიღეთ. ამ ამბის ყველაზე დიდი ირონია ის არის, რომ ჰაბსბურგების შიში სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდა. ერჟებეტის სასამართლოს წელსვე გაბრიელ ბატორიმ ძალაუფლება დაკარგა და ცოტა ხანში მოკლეს კიდეც. ის პოლიტიკური საფრთხე, რის გამოც ერჟებეტი ასე სასტიკად გაწირეს, თავისით ბუნებრივად გაქრა. სწორედ ასე შეიქმნა ეს სისხლიანი ვიზუალური მითი, ძლიერი, დამოუკიდებელი და პროგრესული არისტოკრატი ქალი, რომელსაც მედიცინა აინტერესებდა, საზარელ ურჩხულად გამოძერწეს. მისი სიმდიდრე, განსხვავებული რელიგია და მოწინავე სამედიცინო პრაქტიკები მის წინააღმდეგ იდეალურ იარაღად იქცა. ამ ყველაფრის შემდეგ მხოლოდ ერთი მთავარი კითხვა გვრჩება. რატომ გვირჩევნია ადამიანებს, რომ გვჯეროდეს სისხლში მობანავე სენსაციური ურჩხულის ვიდრე დავინახოთ კომპლექსური ჭკმიანი ქალი, რომელიც უბრალოდ პოლიტიკური ინტრიგების მსხვერპლი გახდა. დაფიქრდით ამაზე, სანამ შემდეგ ჯერზე მორიგ ისტორიულ ფაქტს ბრმად ენდობით. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით.